ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და ეს არის რა თქმა უნდა არა მხოლოდ აღნიშვნა რაღაც სტატიკური მონაკვეთის დროში, არამედ ეს არის იდეა, რომელიც ცოცხალია, რომელიცაც ღირს ბრძოლა და ეს ბრძოლა გრძელდება. რა გზავნილებს ავრცელებდა დღეს ქართული ოცნება, რასაც ვისმენდით, ვინ მტერია, ვინ მოყვარე, იძლეოდა თუ არა ამის გარჩევის შესაძლებლობას, ოკუპანტი დიდად არ დაუსახელებიათ, თუმცა რაღაც ეფემერულ მოწინააღმდეგეს ახსენებდნენ, მოკლე ოქროს ჯაჭვზე გამობმულები ვართ თითქოს და საბოლოო ჯამში რაზე მეტყველებდა ეს რიტორიკა თქვენთვის? თუ კი რამე გვაერთიანებს ჩვენ, ხო, საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომელსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ეს არის დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა. და ხელისუფლება, რომელიც ამ დღის გარშემო ყოფს ადამიანებს და არ აერთიანებს, ის არ ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ის არ ემსახურება ჩვენს საუკეთესო ტრადიციებს და ჩვენს კონსტიტუციურ იდეებს, ხო? ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ვართ, მათ არ უსაუბრიათ არც ოკუპაციაზე, ასევე არ უხსენებიათ ევროპა, როგორც დამკვირვებლებმა შენიშნეს და ეს ნიშანდობლივი არის, იმიტომ რომ ისინი არ იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით, ხო? ეს არის იდეა ძლიერი სახელმწიფოსი, დამოუკიდებელი ქვეყნის და თავისუფალი საზოგადოების. როდესაც კი ჩვენ მივახციეთ დამოუკიდებლობას, ხო, იქნებოდა ეს 1918 წელს თუ იქნებოდა 91 წელს, ყველაზე ხშირად სიტყვები, რომლებსაც გაიგონებდით საქართველოს ქუჩებში, პოლიტიკურ გამოსვლებში, ეს იყო თავისუფლება, დამოუკიდებლობა, საქართველო და ევროპა. ჩვენი იდენტობა, ჩვენი დანიშნულების წერტილი არის ევროპა. იმიტომ რომ ჩვენ ამ ცივილიზაციას განვეკუთვნებით, მათ შორის იმიტომ რომ ეს არის ქრისტიანული სივრცე, იმიტომ რომ ეს არის იმ ტიპის სივრცე, სადაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზებას. ხო, ანუ ეს არის იდეა, რომელსაც ქართული ოცნება სამწუხაროდ არ ეზიარებს. ის არ არის ერთგული ამ ღირებულებების და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათგან ეს სიტყვები არ გვესმის. მეტიც ისინი ცდილობენ, რომ დააყონ ჩვენი საზოგადოება, არ ვიცი, საკუთარ ლოიალისტებად და მოწინააღმდეგეებად და იმის ნაცვლად, რომ ცდილობდნენ, რომ გაერთიანონ საზოგადოება, თუნდაც დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. ხო, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სწორი, აღმატებული ან ამაღელვებელი, მაგრამ მათ შესაბამისი ინსტინქტები არ აქვთ. ეს ვიცით რომ ასე არის, ეს მოლოდინები მათთან დაკავშირებით არ გვაქვს და არც უნდა გქონდეს. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას აქ არის ის, რომ ჩვენი ბრძოლა უნდა დასრულდეს გამარჯვებით, ქართული ოცნების ჩამოშორებით ძალაუფლებისგან, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის იდეა არ არის მხოლოდ იდეა ოკუპაციისგან თავისუფლების ან გარეთ დამპყრობლისგან თავისუფლების. ეს ასევე არის იდეა შიდა უღლიდან გათავისუფლების და თავისუფალი საზოგადოების შენების და ამ იდეების რეალიზება ქართულ ოცნებასთან ერთად ნამდვილად ვერ მოხერხდება. ხანდახან არის ხოლმე დღეები, როდესაც ძალიან თვალსაჩინო ხდება ის თუ რას გვაკარგვინებს ქართული ოცნების ხელისუფლება, რას გვაკარგვინებს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე იზოლაციაზე, გაშვებულ შანსებზე, აი დღეს მაგალითად ხო ჩვენ მეზობელ სომხეთში ჩასული იყო სახელმწიფო მდივანი, სტრატეგიული თანამშრომლობა ღრმავდება, რომელიც ჩვენ შევწყვიტეთ დავკარგეთ ამერიკასთან, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, სომხეთში, იგივე მოლდოვაში, რომლის პრეზიდენტსაც თქვენ შეხვდით, იქ მოლდოვა არავის არ ჩაურთავს მეორე ფრონტში, მაგრამ მიიღო მრავალმილიარდიანი დახმარება მხარდაჭერის სახით ევროკავშირისაგან, ხო? მართლა რა შანსია, რომელსაც ახლა ვკარგავთ და ვკარგავთ თუ არა დიდი ხნით. შემოbrunების წერტილად რა შეიძლება იქცეს? პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ჩვენი მომავალი არ არის ისეთი, როგორიც ეს წარმოუდგენია ქართულ ოცნებას. ეს არ არის სივრცე, სადაც რამდენიმე მატარებელი ჩაივლის, რაღაცა ტვირთს გადაიტანს ერთი ქვეყანიდან მეორეში და აქ იქნება რაღაც სიმშვიდე, საკონცენტრაციო ბანაკის სიმშვიდე, სადაც საზოგადოება, ხალხი იქნება მორჩილებაში, რაღაც მართლობაში ყოფი პატარა ჯგუფის ადამიანების. ჩაკეტილი შეპეს ვერ და
ეს ვერ იქნება ჩვენი მისია, ხო? ჩვენი მისია არის სულ სხვა. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი საზოგადოება, კეთილდღეობის საზოგადოება, ამაყი ხალხის ერი, რომელსაც აქვს სათქმელი დანარჩენი მსოფლიოსთვის ხმამაღლა, ბევრი რამე, ხო? ჩვენ გვაქვს შესაბამისი ტრადიციები, ჩვენ გვყავს ხალხი, რომელსაც აქვს ნიჭი, რომ დიდი საქმეები აკეთოს. ამ ფორუმზე სადაც ჩვენ ვიყავით და სადაც შევხვდით მოლდოვის პრეზიდენტს, ჩვენ ასევე შევხვდით სხვა ადამიანებს და ბევრ დისკუსიაში ვიყავით, სადაც იხილებოდა კონტინენტის მომავალი. იქ საუბრობდნენ ახალ უსაფრთხოების ჩარჩოზე, ევროპაში ახალ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, ახალ ინვესტიციებზე ხელოვნურ ინტელექტში, ტექნოლოგიებში, ანუ იმაზე თუ როგორ წარმოუდგენიათ კონტინენტის მომავალი. და ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება, სრული სიჩუმეა. თითქოს აი დანარჩენი მსოფლიო მიდის წინ და ჩვენ ვართ სრულ სიჩუმეში, იზოლაციაში, სადღაც პერიფერიაში და თითქოს ის ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ ქვეყანას, ამას ცდილობენ სწორედ, რომ ჩვენ ჩამოვცილდეთ იმ პროგრესს, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას და ვიყოთ ამ რაღაც სრულ მორჩილებაში. ეს არის მათი ხედვა. და ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი ამბები ხდება ევროპის თავს. ევროკავშირი ფართოვდება, რაც არის უპირველესი ნიშანი, რომ ევროპა ძლიერია, იმიტომ ის ფართოვდება, ის მიმზიდველია სხვებისთვის და მას აქვს უნარი, რომ ახალი წევრები მოიზიდოს თავის რიგებში. ამ იდეის აქტიური მხარდამჭერია გერმანია, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გერმანია ცდილობს, რომ უკრაინა ახლო მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენი ქვეყნის პირველი დიპლომატიური პარტნიორი და მეგობარი 1918 წლიდან. წარმოვიდგინეთ ჩვენ რომ ისტორიის სწორ მხარეს ვიყოთ, ანუ ის ხალხი, ვინც მართავს ამ ქვეყანას, რომ გამოხატავდეს ჩვენი ხალხის ნებას და საუკეთესო პოლიტიკურ ტრადიციებს, ასეთივე მხარდამჭერი იქნებოდა ჩვენთვის გერმანია. ბევრად უფრო სწრაფად მოხდებოდა ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა და ნამდვილად ეს ხდება ახლა ევროპის თავს, ევროკავშირის კარები იხსნება. პირველ რიგში უკრაინის დამსახურებით, მაგრამ ეს აჩენს დამატებით ძალიან ძლიერ იმპულსს სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის, ესენი არიან მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები და როდესაც ამ თემებზე საუბრობენ, როდესაც ეს საკითხები იხილება, იქ საქართველოს აბსოლუტურად არავინ არ ახსენებს, ეს არის ქართული ოცნების მიღწევა. საქართველოს ჩამოცილება მისი ისტორიული კურსიდან. და ამერიკაზეც რომ ვისაუბროთ, ის ფრაზა, რომელიც ორივე მიმართვაში იყო დონალდ ტრამპის წერილშიც მილოცვის და ასევე მარკო რუბიოში, ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართულ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. აი ეს რას შეიძლება ნიშნავდეს? დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება ეცდება ამის რაღაცა ურთიერთობების დალაგების კონტექსტში წარმოჩენას, არის თუ არა ეს მართლაც ასე? აუცილებლად ეცდება, გასაგებია რომ ეცდება. პირველ რიგში, აი ყურადღება მივაქციოთ იმას თუ სად იმყოფება ამერიკის სახელმწიფო მდივანი დღეს. სად არის ის? ანუ იმყოფება რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს, ხო? ნიშნულოვანი საკითხები წყდება სხვაგან, ნიშნულოვანი პროექტები იგეგმება სხვაგან, ეს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვის შუა დერეფნის მისია, რომლის მედროშე და ლიდერი ქვეყანაც უნდა იყოს საქართველო, ჩაფიქრებულია და ხორციელდება საქართველოს გარეშე. ეს არის ძალიან სამწუხარო. იმიტომ რომ საქართველო უნდა იყოს ლიდერი ქვეყანა ამ კონტექსტშიც და დიდია მოთხოვნა ამ შუა დერეფნის განვითარების, იმიტომ რომ ჩრდილოეთში არასტაბილური ვითარებაა, სამხრეთში იგივე ხდება და დასავლეთისთვის, ევროპისთვის, მათ შორის ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგომატარებლების და ეკონომიკური ნაკადების კავშირი მოხდეს ისეთი სატრანზიტო გზებით, რომელიც დამოუკიდებელი არის რუსული და ირანული გავლენებისგან. ეს შეთანხმება, ხო, ეს დიდი პროექტი, რომლის ჩემპიონიც არის ტრამპი, შესაძლებელი გახდა სომხეთის და აზერბაიჯანის, ხო, ამ სამშვიდობო პროცესის ფონზე და ძირითადი აქტორებიც ამ ეტაპისთვის ვხედავთ, რომ ისინი არიან. საქართველო ამ პროექტისთვისაც მოაზრებულია როგორც პერიფერია, გვერდითი ზონა, სადაც
შეიძლება მხოლოდ შემავსებელი როლი იყოს წარმოქმნილი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არის ისტორიული უსამართლობა, მე ვიტყოდი და გაშვებული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ესეც იმიტომ, რომ ქართული ოცნება არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების პარტია და ამ სურათშიც ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ. ამ შემთხვევაში დროს აქვს ხო მნიშვნელობა? არის შანსები, რომელიც შეიძლება კვლავ გაჩნდეს და არის შანსები, რომელიც საბოლოოდ დაკარგულია. აქ რა ხდება? რა თქმა უნდა. ისეთი კონსტრუქცია, სადაც შეიძლება მერე ძალიან მნიშვნელოვანი როლის და ადგილის მოპოვება გაგიჭირდეს. ნამდვილად ასეა. არსებობს ეს ფანჯარა ისტორიული შესაძლებლობების, რომელიც გარკვეული პერიოდით იღება და დიდი ტრანსფორმაციული გადაწყვეტილებები და სვლები კეთდება ამ პერიოდში და შემდეგ რეგიონული წესრიგი ან მსოფლიო წესრიგი ამ დამკვიდრებული ახლად შექმნილი წესებით აგრძელებს ცხოვრებას შესაძლოა აწლეულების მანძილზე. ეს მართალია როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და იქაც ვხედავთ რომ ეს ისტორიული ფანჯარა ნელ-ნელა იხურება და თუ კი საქართველოს ახლო მომავალში ვერ შეძლებს რომ აქ მოახდინოს დემოკრატიული ცვლილება და შემდეგ უკვე ძალიან სწრაფი პოლიტიკური რეფორმები, ძალიან სწრაფი ეკონომიკური და საკანონმდებლო რეფორმებით და სწორი ლიდერობის ჩვენებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას თუ ვერ შევძლოთ, მაშინ ჩაივლის ეს მატარებელი, დაიხურება ეს ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა და არ ვიცით შემდგომში როდის გაიხსნება ის კიდევ. იგივე არის ამ შუადერეფანთან დაკავშირებით, ხო? ანუ აქ ხდება რეგიონული წესრიგის ტრანსფორმაცია, ახალი თამაშის წესები შემოდის და აქ არის დიდი ყურადღება გლობალური მოთამაშეების, ხო, როგორებიც არიან ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. თუ კი ჩამოყალიბდება გარკვეული წესრიგი, რომელიც ასევე უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ინვესტიციებით, ეს გამოიწვევს შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას. რომელმაც შემდგომ ეკონომიკური ეფექტები უნდა მოიტანოს, ხო, მრავალმილიარდიან ინვესტიციებზე არის საუბარი. რასაც სულ ხაზი ეს. რა თქმა უნდა, ანუ აქ სომხეთში ასევე საქართველოს მიმართ ნახსენებ მიმართ. აქ როგორც სახმელეთო მიმოსვლაზე არის საუბარი, ასევე არის სარკინიგზო მიმოსვლაზე საუბარი და ამ ლოგისტიკურ კვანძებზე, რომლებიც გადალაგებაც ესე სწრაფ რეჟიმში ვერ მოხდება და ამის შედეგებს ჩვენ მოვიმკით ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საჭირო დროს სწორი ლიდერები ყავდეთ ქვეყნებს. ასეთ შემთხვევაში ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც თითქოს უფრო სუსტი სასტარტო პოზიციები აქვთ, შეიძლება ძალიან დიდი წარმატების მიმღწევები აღმოჩნდნენ ამ ახალ რეალობაში, ხო? ანუ აქ ასეთი არის მაგალითად იგივე მოლდოვა, რომლის პრეზიდენტსაც ჩვენ მესაუბრეთ. სხვა ვითარებაში ალბათ არ იქნებოდა მოლდოვას შანსი, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, მაგრამ ეს ეხლა რეალისტური პერსპექტივაა ამ ქვეყნისთვის. რატომ? იმიტომ რომ ყავთ კარგი და სწორი ლიდერები სწორ დროს და ჩვენ ეს არ გვაქვს. და მინდა გკითხოთ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ. საქართველოში იმყოფებიან ძალიან მნიშვნელოვან დროს, ალბათ გარკვეული გზავნილი ისიც იქნებოდა დღეს როგორ განვითარდა მოვლენები, მათ შორის საზოგადოების მასშტაბური წინააღმდეგობის ილუსტრაცია ვიხილეთ დღეს საღამოს მიმდინარე რეპრესიების ფონზეც. ვიცი რომ ბევრი რამის თქმა დახურული შეხვედრებიდან არ შეიძლება, მაგრამ რა იყო მთავარი სათქმელი, მთავარი სიგნალი, რაც თქვენ მიიღეთ და რაც დაუტოვეთ? ამერიკა დაინტერესებულია რეგიონით და ამერიკა დაინტერესებულია იმით, რომ იხილოს ისეთი ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც შესაძლებელს გახდის ნორმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას. ეს არ იყო მისია, რომელმაც ჩამოიტანა რაღაც ერთი კონკრეტული გზავნილი და დაუბარა ყველას, ანუ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. ისე ასეთ რამეებს დიდი სამბით აკრიტიკებს ხოლმე ქართული ოცნება და ამბობს, რომ დიქტატებს ღებულობენ ევროკავშირში, მაგრამ როგორც ჩანს, თუ კი ეს იმ ტიპის მესიჯი იქნება, რომელიც მათ აწყობს, მაშინ მიესალმებიან ამ ტიპის დიქტატს. ხო, ანუ ამერიკა არ არის ის ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს. ამერიკას ძალიან დიდხნიანი, ძალიან მასშტაბური ინვესტიციები აქვს განხორციელებული ჩვენი ქვეყნის უკეთეს მმართველობაში, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებში და ყველაფერში საერთოდ რაც არის დაკავშირებული სახელმწიფო ინსტიტუტების და უსაფრთხოების და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასთან და მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში
ჩვენი ქვეყნის მომავალი არის დამოკიდებული ჩვენზე და იმ პოლიტიკურ შედეგებზე, რომელიც დადგება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგად და ამის ბრძანებას არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი ნამდვილად არ გასცემს. ამიტომ ეს არის პროცესი დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ ერთხელ ხაზგაუსვამ იმას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი აი ამ მოცემულობაში შესაძლებელია ქართულ ოცნებას აქვს მიტაცებული ხელისუფლება, არის ის რაც არის სახეზე ამ ფონზე შეიძლება რამე გარღვევას პოლიტიკური ლიდერები არიან სომხეთში. აქ არის აბსოლუტურად სხვა რანგის სამუშაო ვიზიტი, შესაბამისად არანაირ ასეთ პოლიტიკურ გარღვევაზე საუბარი ვერც იქნება. საბოლოო ჯამში ის შედეგები, რაზეც თქვენ მეკითხებით, დამოკიდებული არის ჩვენზე და არავის სხვაზე. დიდი მადლობა, თუ რამეს დაამატებდით, თუ არა ისევ ამ ჩვენს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უბრალოდ ვიტყოდი, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. დღევანდელმა დღემ ეს შთაბეჭდილება დაგიტოვათ, რომ რაღაცა ოპტიმისტურ ტალღაზე დარჩა საზოგადოება. დიახ, ყველანაირი წინააღმდეგობა შეხვდა ხო ამ ჩვენს დღევანდელ აქციას და შეკრებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოახერხეს პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ მიემართათ ხალხისთვის, ყველაფერი იყო მწყობრი, ორგანიზებული, მშვიდი და ევროპული, როგორც უნდა ყოფილიყო და მე ვფიქრობ, ასეთი არის საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა და მისწრაფება. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ჩვენ არ გვჭირდება მტრები ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვინდა ღირსეულ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც იქნება ევროპული სივრცის ნაწილი. ამის გამოხატულება იყო დღევანდელი დღე და მე ვფიქრობ, მას ექნება მაგნიტის ეფექტი სხვა ადამიანების მიმართაც. იქ იყვნენ ჯგუფები არაერთი, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების მქონე ჯგუფები, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ასეც ვიტყოდი, რომ შეიძლება არც არიან სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერები, შეიძლება ალიანსის მხარდამჭერებიც არ არიან, მაგრამ ისინი არიან საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერები და ჩვენ ვსწავლოთ, მე ვფიქრობ, ახალი ენერგიით, ახალი ძალებით მათ შორის თანამშრომლობას იმ საკითხების გარშემო, რომელიც გვაერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომელიმე პარტია ან ლიდერი მოგწონს თუ არა. მეც ასეთ საქართველოში მინდა ვიცხოვრო და მინდა რომ ასეთმა საქართველოს მიაღწიოს წარმატებას და მე ამისი ძალიან მჯერა.